თამამად შემიძლია თქვა, რომ ეს ქარდი 2026 წელს რაც ქარდები გქონია აქამდე, მათ შორის საუკეთესო იყო. ჯერ დავიწყეთ ოკი სოუსას ჩხუბით, რომელიც იყო 3 რაუნდიანი ომი და ბოლო 48 წამში, როცა 48 წამი იყო დარჩენილი, მაშინ შეძლო და სოუსამ მოიპოვა გამარჯვება ნოკაუტით. თუმცა ამ ნოკაუტამდე უთანაბრესი ჩხუბი იყო და კაცმა არ იცოდა ვისკენ წავიდო და გადაწყვეტილება პროსტად დაიღალა ბოლოს ოკი და ბოლომდე მიაწვა მე სოუსა და დააფინიშა ბოლოს მაინც. ამ ჩხუბზე ჩატში ვლაპარაკობდით, რომ დიდი ალბათობით Fight of the Night იქნებოდა და ვამბობდით თუ როგორი ძნელი იქნებოდა შემდეგ ჩხუბებს რომ წაერთვათ Fight of the Night-ი ამ ჩხუბისთვის. მაგრამ ნურას უკაცრავად გამოვიდნენ დიდი ბიჭები პეტრინო და ასპლანდი და 3 რაუნდი დახოცეს ერთმანეთი. აქ ასპლანდის სახემ არ მოგატყუოთ, ძალიან დიდი ზიანი მიიღო, პროსტა თორე პირველ რაუნდში აქეთ დასვა პეტრინო და მესამეშიც ძალიან მაგრა ედგა. ეს თორი ეხლა დადო და სახეზე შეხედეთ რა ნაცემია, გეგონება გალიაში შეაგდეს უებხთანო. ჯერ ხო ოკი სოუსას ჩხუბს გვეგონა ვერაფერი ვერ აჯობებდა, მერე ხო პეტრინო და ასპლანდის ჩხუბს გვეგონა ვერაფერი ვერ აჯობებდა და მერე იყო უკვე ეს ჩხუბი. რაღიკი და ჰარდვიკი გამოვიდნენ და დახოცეს ერთმანეთი. ისეთი ფანჩები აიტანა და ისეთ დარტყმებზე არ დაეცა ჰარდვიკი, რომ რაოი საღოლძმა მომკაც. უბრალოდ მეორე რაუნდში ყბა მოიტეხა და სანამ მესამე რაუნდი დაიწყებოდა თავის კუთხეს უთხრა, რომ აზრი არა აქვს, ყბა მაქვს მოტეხილიო და გააჩერა ჩხუბი. მაგრამ ბრავო არანაირად არ აკნინებს ეს მის პერფორმანსს, ისეთი ფანჩები აიტანა მანამდე და ისეთ დარტყმებზე არ დაეცა, რომ ნახდად იმსახურებს ეს კაცი პატივისცემას. მოკლედ ვისაც არ გინახავთ ეს ჩხუბები და ვინც გამაზეთ ქარდი, ჩაუჯექით არ ინანებთ.